მალთაშუა დისკოს პერკუტანული ლაზერული დეკომპრესია ეს არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება დისკის თიაქრის მკურნალობის დროს. თიაქრის ამ მეთოდით მკურნალობამ შეიძლება შეამციროს მექანიკური ზეწოლა ნერვულ ფესვებზე. ამ პროცედურის შემდეგ წარმატების შემთხვევაში მცირდება ან საერთოდ იხსნება არსებული წელის და ფეხში გადაცემითი ტკივილები. ოპერაციის დასაწყისში ჩარევის მიდამოში ტარდება კანის ადგილობრივი ანესთეზია. შემდეგ ამ ადგილას ექიმს შეყავს ნემსი. ამ დროს გამოიყენება რენტგენის აპარატი და ამით ხდება ზუსტ დონეზე დაზიანებულ დისკში ნემსის შეყვანა. შემდეგ ამ ნემსის მეშვეობით დისკის მასალაში ნეიროქირურგს შეყავს გამტარი მავთული და ხდება ნემსის ამოღება. გამტარი მავთული გამოიყენება გამაფართოებელი მილის და ენდოსკოპის დისკში შესაყვანად, რაც აფართოებს სამუშაო არხს. გამტარი მავთულის ამოღების შემდეგ ენდოსკოპში თავსდება ლაზერული ზონდი, რომელიც ექიმს შეყავს დაზიანებულ დისკში. თიაქრის მიდამოში ლაზერით დასხივების შედეგად ხდება დისკის ქსოვილის შეკუმშვა, რასაც მოყვება ნერვის მექანიკურ ზეწოლისგან განთავისუფლება. ჩარევის დასრულებისას კანზე მაგრდება სტერილური საფენი. შემდეგ კლინიკაში მოკლევადიანი მეთვალყურეობის შემდეგ პაციენტს შეუძლია წავიდეს სახლში. ექიმი მას გასცემს სათანადო რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება მას შემდეგ რეაბილიტაციაში.